მეუფეოზეცათა ნიშნის მცემელო სულ ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსე მაგითა შენითა საუნჯერო კეთილთა მომნიჭებელო ცხოვრებისა მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ხონ ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცონენ სახიო სულ ჩვენ ამინ. აძანდი. პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ ეხლა ესეთი რაღაცეები ხშირად არ მოხდება ხოლმე. საერთოდ არ მიყვარს რასაც არის მიჩვეული ხალხი იმას რომ მე რაღაც ცოტა უურებ ეხლა იცით თქვენ რომ სამშაბათობით ვატარებ ხოლმე მე ამ საუბრებს ამ ლექციებს. ეხლა დღეს მოგვიწია 5 შაბათს, იმიტომ რომ სამშაბათს არ გვეცალა მე და მამაშალოსთან, ნუ მე ესე გადავწყვიტეთ რომ თქვათ ჯობდა რომ ეს ლექცია მაინც ჩატარებულიყო და გადავწიეთ 5 შაბათს, სამშაბათს მაგერად. ეხლა კი გამოვაცხადეთ ჩვენ წირვაზე, მაგრამ ზოგი ყურადღებით არ დგას ხოლმე და მაინც გვეკითხება ხოლმე ზოგი საერთოდ არ არის ხოლმე იმ დღეს წირვაზე და ეს იწოს ხოლმე მე რაც გაუგებრობს. ნუ ბოდის გიხდით ამისათვის და ვეცდებით რომ ის რაღაცები რაც შეიძლება იშვიათად იყოს ხოლმე ან საერთოდ არ იყოს. ანუ იცოდეთ რომ ანუ ეხლა ამას რატო გეუბნებით რომ არ გეგონოთ რომ ეხლა დღეს რომ 5 შაბათს ვატარებ შემდეგზეც 5 შაბათს იქნება. არა 5 შაბათს მე ისევ ამაშალო იქნება და მე ჩაოლებრივად ტრადიციულად გავაგზავნებ ისევ სამშაბათობით საუბრებს, როგორც აქამდე იყო ხოლმე. ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ მათეს სახარების 24 თავზე, მე გითხარით თქვენ რომ ეს თავი რითი არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ეს შეიცავს ესქატოლოგიურ სწავლებას. ესქატოლოგია არის მეცნიერება, რომელიც გვაუწყებს ჩვენ სამყაროს აღსასრულის შესახებ მეორედ მოსვლის ნიშნებს, წინა ნიშნებს, რომელიც წინ უნდა უძღოდეს უფლის დიდები დაბრუნებას ამ ქვეყანაზე და თქვენ იცით ეს რა მოვლენაა, ეს არის სწორედ ის მოვლენა, რასაც ჩვენ წამში ბოლო მუხტში ვამბობთ ხოლმე, რომ მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისას. აი ცხოვრება მერმისა მის საუკუნისა არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვეძახით მეორედ მოსვლის პერიოდს. ანუ როდესაც უფალი დიდებით დაბრუნდება, უფალი თავიდან როდესაც მოვიდა დამცირებული, მოვიდა ადამიანის სახით, ცხოვრა უღარიბესი ადამიანის ცხოვრებით, ყველაზე უპოვარი ადამიანის ცხოვრებით და მე მინდა გითხრათ რომ ის ღმერთი იყო და მას თავისუფლად შეეძლო რომ ყველაზე დიდარი ადამიანის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ეს მან არ ირჩია. იცხოვრა ყველაზე უღარიბესი ადამიანის ცხოვრებით. ორი ტანისამოსიც კი არ ქონია მას, როგორც ისტორია იუწყება. და თქვენ იცით რომ მისი ხელით უქმნელი კვართი ღვთისმშობლის მიერ მოგსოვილი უკეთრო ვთქვათ, რომელიც მასთან ერთად იზრდებოდა, ისტორიული გადმოცემა არსებობს ესეთი, რომ უფალი იზრდებოდა, ის კვართიც იზრდებოდა და ეხლა ჩვენთვისა გასაოცარი არაფერი არ არის, ხო? ჩვენ მორწმუნეები ვართ, ჩვენ ვართ ქრისტიანები, რომლებსაც გვჯერა რომ ღმერთმა არაფრისაგან ყველაფერი შექმნა. აი მინდა რომ მიაქციოთ ამას ყურადღება. თუ კი ჩვენ ვართ ქრისტიანები, რომლებსაც ეს გვჯერა რომ ღმერთმა არაფრისაგან შექმნა ყველაფერი, რა არის იმაში დაუჯერებელი რომ აი ამის შემდეგ უკვე ნებისმიერი სასწაული, ნებისმიერი რამ გასაჯერებელი ხდება ქრისტიანებისათვის შეუძლებელია, ხო? შემოვიდეთ და გასევით, იმიტომ თქვენ გარეთ გახსნით ახლა ზმიერ მაგილი არ არის და რაღაც სამყარო მაქსიმალურად შემოვიდეთ ხოლმე რომ ეს ანა მაგილებია და ის შიგნით ხო? ეს იყო მისი პირველი მოსვლა. ჩვენი გულისათვის თავი დაიმდაბლა უფალმა, ქმნილების სხეული შეიმოსა, ქმნილების ბუნება მიიღო სრულად ადამიანისა და ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა და მოკვდა, მაგრამ მისი მეორედ მოსვლა და გამოგვისყიდა ჩვენი წოდებისაგან. ანუ მან ისე იცხოვრა, რომ მის სულს იოტისოდენა ბიწი არ შეხებია, ამიტომაც და ამით შეძლო მან და მოახერხა სწორედ ჩვენი გამოსყიდვა წოდებისაგან. ანუ მოკვდა ისე, რომ მის ბუნებაში ცოდვა არ შესულა ფიქრის დონეზეც კი. და თქვენ იცით, რომ სიკვდილი, ხორციელი სიკვდილი ცოდვის შედეგი იყო. ანუ ცოდვით დაცემის შემდეგ გახდა ხორციელად მოკვდავი ადამიანური ბუნება. თორემ მანამდე ხორციელადაც უკვდავი იყო ადამიანი და ქონდა მას სულიერი უხრწნელი სხეული.
ისეთი როგორიც უფალმა შეიმოსა ალბომის შემდეგ და რატომ შეიმოსა უფალმა ალბომის შემდეგ უხრწნელი სხეული და რატომ აღდგა საერთოდ რატომ ვერ შეძლო სიკვდილმა ძალაუფლების მოპოვება მასზე სწორედ იმიტომ რომ მას სოდვა არ მიკარებია მიუხედავად იმისა რომ მას ისევე როგორც თითოეულ ჩვენთაგანს ებრძოდა ცოდვა ებრძოდა ეშმაკი თქვენ იცით მისი გამოცდის შესახებ 40 დღიანი მართვის შემდეგ და მთელი ცხოვრებაც ცდიდა მას და მთელი ცხოვრება ებრძოდა და უფრო მეცაც გეტყვით განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძოდა ეშმაკი სწორედ უფალს ებრძოდა ეს წუთისოფელი თავისი საცურებით ებრძოდა ის ჩვეულებრივი დაცემული ადამიანური ვნებები რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ დღიდან ჩვენი ცოდვით დაცემისა ჩვენი სხეული ჩვენი ბუნება მიიდრიკა ცოდვისაკენ ჩვენ ცოდვა უფრო გვეადვილება და სურს წყურია მისკენ რაღაცნაირად მივდივართ ჩვენ შინაგანად ჩვენ დაუნებურად და უფლის ბუნებაც ესეთი იყო აი საღვთისმეტყველო სწავლება არსებობს ესეთი რომ სამი მტერი ყავს ადამიანს ამ ქვეყანაზე სულიერად ეს არის საკუთარი ცოდვით დაცემული ბუნება რომელიც ეკაჩება ცოდვისაკენ ეშმაკი და თქვენ იცით რომ ესენი ბევრნი არიან დაცემული ანგელოზები რომლებიც არ ჩანან და მუდმივად გვიბომბავენ გონებას იმისათვის რომ ჩვენ რაღაცა გადაგვახოვინონ ჭეშმარიტების გზიდან და რაღაც სასტურისაკენ გვიბიძგონ და ეს წუთისოფელი თავისი საცდურება აი ყველაფერი ეს ებრძოდა უფალსაც ხორცში მოსულს იესო ქრისტეს იმიტომ რომ მან ზუსტად ისეთივე სხეული შეიმოსა იმემკვიდრა ყველანაირი ცოდვისადმი მიდრეკილება რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნდა და გაგვაჩნია და აი სწორედ ესეთ სხეულში ესეთ ადამიანურ ბუნებაში მან შეძლო და მოახერხა ის რაც მანამდე ვერ მოახერხა ვერც ერთმა ადამიანმა რომ იცხოვრა ისე რომ ცოდვა მას არ გაკარებია და სრულყოფილი სიყვარულის მაგალითი მოგცა თითოეულ ჩვენთაგანს და რა არის სრულყოფილი სიყვარული როდესაც ჩვენ ამასაც თვითონ თავად უფალი ვასწავლით ჩვენ როდესაც ჩვენ ადამიანს შეგიძლია საკუთარი სული გაწირო შენი მოყვასისათვის აი ეს არის უმაღლესი საზომი სიყვარულისა როდესაც ის რაც ყველაზე ძვირფასი გაგაჩნია სიცოცხლე ერთადერთი და განუმეორებელი რომელიც მხოლოდ ერთხელ გენიჭება უნიკალურად ადამიანს ხო როდესაც შეგიძლია რომ ის გაიღო და დათმო აი ეს არის უდიდესი სიყვარულის გამოვლინება ადამიანის მხრიდან და ეს უფალმა გააკეთა და გვეუბნება კიდევაც ჩვენ ეს იოანეს სახარებაშია და მე მინდა რომ მე შეიძლება თქვა მთელი სახარება იოანესი აღარ გავიაროთ თქვა მთელი სისრულით იმიტომ რომ ძირითადი თხრობითი ნაწილი რაც არის ჩვენ იმას ყველაფერს გავდივარ და მათეს სახარება ყველაზე ტევადი ყველაზე ამომწურავი სახარებაა ამ მიმართულებით ამ ნიშნით რომ აი თხრობითი ნაწილი რაც არის ყველაზე მეტი მოთხრობილი არის მათეს სახარებაში ყველაზე ვრცელი მათეს სახარებაა და ამიტომ შეიძლება ჩვენ და ალბათ ესეც იქნება აღარ გავივლით თავიდან თქვათ იოანეს სახარებას თუმცა იოანეს სახარება განსაკუთრებული და გამორჩეულია და ამიტომ აუცილებლად ვპირდებით რომ აი მათეს სახარების დასრულების შემდეგ და ჩვენ ბევრი აღარ დაგვჭა მათეს სახარების დასრულებამდე 24 თავზე ვარ და სულ 28 თავი გახლავთ აუცილებლად იოანეს სახარებას განვიხილავ ოღონდ განვიხილავ იქიდან იმ უმნიშვნელოვანეს მომენტებს რომელიც მათეს სახარებაში არ არის დაფიქსირებული იმიტომ რომ იოანეს სახარება გახლავთ განსაკუთრებული და გამორჩეული სულიერ სახარებას უწოდებენ მას განმარტებლები წმინდა მამები მათეს მარკოს და ლუკას უწოდებენ სინოპტიკოსებს ანუ ისინი აღწერენ თანმიმდევრულად იმ მოვლენებს რაც ხდებოდა და უფრო ესეთი თხრობითი ხასიათის არის მათი სახარებები და რაც შეეხება იოანეს სახარებას ეს გახლავთ უმაღლესი ღვთისმეტყველება ეს გახლავთ უმაღლესი ფილოსოფია და ამაზე ჩვენ თავის დროზე ვისაუბრებთ რა და აი რატო გამახსენდა ეს რომ იქ ამბობს ზუსტად უფალი ამ სიტყვის რომ ცნებასა ახალსა მიქცემ თქვენ ახალ ცნებას გაძლევთ და რაში გამოიხატება ეს ახალი ცნება რაითა იყვარებოდეთ ურთიერთავს ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ სიყვარულის მცნება ადამიანებისათვის ახალი არ იყო იმიტომ რომ სიყვარულით თავიდანვე უნდა ყვარებოდათ იცოდეთ მათ უფალი მოყვასი და ასე შემდეგ
ანუ ძველ აღთქმაშივე იდოის ორი მცნება რომ შეიყვარე უფალი მთელი შენი არსებით და შეიყვარე მოყვასი როგორც საკუთარი თავი გიყვარს და უფალი ამბობს რომ ეს ორი მცნება იდენტურია ერთმანეთის მსგავსია რატომ არის ერთმანეთის მსგავსი იმიტომ რომ უფლის სიყვარულს ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სიყვარულით შეუძლებელია უხილავი უფალი შეიყვარო აი სწორედ ამაზე ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ როდესაც აი ესეთი რიგარეში ის ჩავატარეთ ლექცია ხუთშაბათს როდესაც მამაშალოს გაუხსდა იოანე ღვთისმეტყველის პირველ ეპისტოლეს განმარტავდით შეუძლებელია რომ შეიყვარო და თქვა და ამტკიცო რომ გიყვარს უხილავი ღმერთი თუ კი შენ არ შეგიძლია უხილული ადამიანი შეიყვარო ღვთის ხატი არის ადამიანი ჯერ ადამიანის სიყვარული უნდა შეძლო შენ იმისათვის რომ ღმერთი შეიყვარო იმიტომ რომ ღმერთი არავისა და უხილავსო უფალი ამბობს თვითონ და ღვთის ხატი არის ადამიანი და გინდა ღმერთი გიყვარდეს გაქვს პრეტენზია იმაზე რომ ღმერთი გიყვარდეს შეიყვარე ადამიანი ისწავლე ადამიანის სიყვარული და ამით შეძლებ შენ იმ უმთავრესი მცნების აღსრულებას რასაც ღვთის სიყვარული ქვია მთელი არსება და უყურეთ რას ამბობს უფალი მიუხედავად იმისა რომ სიყვარულის მცნება არ იყო ახალი თავიდანვე ესე იწყებს რომ მცნებას ახალს ამიცემ თქვენო იყვარებოდეთ ურთიერთას ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენო ისე გიყვარდეთ ერთმანეთი ისე შეიყვარეთ ერთმანეთი როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ აი ეს უკვე ახალი იყო და რა იყო აქ სიახლე უფალმა ისე შეგვიყვარა ჩვენ ღმერთმა ჩვენმა შემოქმედმა რომ საკუთარი თავი საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის ხალხო მამამ თავისი ერთადერთი მხოლოდშობილი ძე გაიმეტა ჩვენთვის რომელიც ჩვენთაგან შეუძლია რომ თავისი შვილი გაიმეტოს ვიღაცისთვის ისე რომ უყვარდეს ვიღაცა რომ საკუთარი შვილი გაწიროს მისთვის ეს ხო წარმოუდგენელია ეს გააკეთა ღმერთმა ეს მხოლოდ ღმერთ შეეძლო და გააკეთა შემდეგ უკვე მოგვიწოდა თითოეულ ჩვენთაგანს რომ თქვენს ჩემი ხატები ხართ ჯერ მოგვიწოდა რომ იყვენი თქვენ სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა ისრულარს ანუ ზეციური სრულყოფილებისაგან საღვთო სრულყოფილებისაგან მოგვიწოდა და შეგვახსენა რომ სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი და დანიშნულება რომ ვისწრაფოდეთ მარადიული სრულყოფილებისაგან ღმერთი მარადიულია და გითხრა რომ აი ეს სრულყოფილება უპირველეს ყოვლისა უნდა გამომჟღავნდეს სიყვარულში სრულყოფილებას იმიტომ რომ სიყვარულია ღმერთი სიყვარული უნდა ვისწავლოთ ჩვენ და რაც უფრო მეტად ვისწავლით სიყვარულს სწორად აი მთელი ცხოვრება მთელი ქრისტიანობა სხვა არაფერია თუ არა სიყვარულის სასწავლებელი თუ როგორ უნდა გვიყვარდეს იმიტომ რომ დღეს ვისაც არ ეზარება ყოველას პირზე სიყვარული აკერია და ყველანაირ უზნეობას ყველანაირ საზიზღრობას ყველანაირ სისაძაგლეს სიყვარულით ამართლებენ რომ თითქოს ეს სიყვარულია არ არის ესე სიყვარული ურთულესი რამ არის სიყვარული უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს სიყვარული საკუთარი თავის უარყოფას მოითხოვს შეუძლებელია რომ შენ შენი თავის უარყოფა არ შეგეძლოს და შეძლოს სიყვარული ეს არის წარმოუდგენელი სრულყოფილი სახით სრული სახით თორე ხა რაღაც დონეზე და რაღაცას შეძლო რაღაცას მოახერხებ მაგრამ ის რაღაცა არ უნდა გაკმაყოფილებდეს შენ თუ კარგი ქრისტიანი ხარ და შენ თუ კარგ ქრისტიანობაზე გაქვს პრეტენზია საერთოდ უფალმა დაიმდაბლა თავი, უფალი აღდგა, აღადგინა ადამიანური ბუნება და დაპირდა ადამიანებს. დაუკვირდა თითოეულ ჩვენთაგანს, რომ მოვალ, ოღონდ მოვალ არა უკვე ისევ დამდაბლებული, არამედ მოვალ უკვე მთელი სამყაროს განსაჯელად, უკვე როგორც ღმერთი, როგორც შემოქმედი თქვენი. რომელმაც უკვე უნდა მოგკითხოთ თითოეულ თქვენთაგანს თქვენ მიერ შესრულებული საშინაო დავალება. და ძალიან ძიმე დღეში აღმოჩნდებით თითოეული ჩვენთაგანი თუ კი აღმოჩნდება რომ ეს დავალება შესრულებული არა გვაქვს ანუ ის ხატება ღვთისა რომელიც მოგვეცა ჩვენ ვერ გამოვიყენეთ იმისათვის რომ მიუმსგავსებოდით ჩვენ შემოქმედს გაიხსენეთ რისთვის შეიქმნა ადამიანი თავიდანვე ხატად და მსგავსად ღვთისა როგორც წმინდა მამები განმარტავენ ხატება ავტომატურად მოცემული და კოდირებულია თითოეულ ადამიანში და ამაზე ამბობენ მამები რომ ადამიანი რაც არ უნდა ზნედაცემული იყოს მაინც წარუშლელად რჩება მასზე ხატება ღვთისა ანუ ბოლო წამამდე მისი სიცოცხლისა რჩება მას საშუალება სინანულისა გამოფხიზლებისა ისე ღვთისკენ მიტრიალებისა ხატება გაქვს მოცემული როგორც საჩუქარი როგორც მოცემულობა
როგორც უნარები, შესაძლებლობები, ნიჭები, ტალანტები, რომელიც შენ მერე უნდა გაამრავლო და უნდა აქციო უკვე შენად. და შენი უნდა გამოხატო უკვე, შენი შემოქმედება უნდა გამოვლინდეს და აი ამით, როდესაც შენ ამას განამრავლებ და როდესაც იმ ხატებას გამოიყენებ, შენ შეძლებ უკვე მიემსგავსო უფალს. ანუ ღვთის მსგავსი გახდები. იმიტომ რომ არსებობს მეორე ვარიანტიც იცით თქვენ, ხო? რაც ფსალმუნში წერია და ბევრჯერ გამემეორებია თქვენთვის, რომ კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო. ანუ ადამიანი ხშირ შემთხვევაში არ იყენებს და ვერ აფასებს სწორად იმ უდიდეს ზღვენს და საჩუქარს ღვთისას, რასაც ღმერთად დაბადება ქვია, ღმერთის მსგავსად დაბადება ქვია. ღმერთის მსგავსად არის ადამიანი დაბადებული და ბაზვიდა იგი პირუტყვითაო უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ანუ ის მაგივრად რომ ღმერთს ემსგავსებოდეს, ცხოველებს ემსგავსება. უსულო ცხოველებს ემსგავსება, რომლებიც სასუფეველისათვის არ არიან დაბადებული. აი, სწორედ ეს გახლავთ უფლის მეორედ მოსვლა, დიდებით მოსვლა გახსოვთ, როდესაც უფალი ამაღლდება ელეონის თვიდან, მოციქულები პირდაღებულები უყურებენ და იქ მრავალი ადამიანი კიდე რომელიც შეესწრო უფლის ამაღლებას, იმიტომ რომ ეხა პირველად ნახეს რომ ადამიანი ესე ცოცხლად მიწიდან აიწია და ნენელა აღვიდოდა ზეცად და როგორც წერია მახარებელთან აკურთხევდაო მათო თანო რა და ამ კურთხევის დროსო აიწეოდაო ზეცადო და ნენელა დაინახეს როგორ ეფარებოდა თვალს და ანგელოზები ეუბნებიან შემდეგ მოციქულებს რომ კაცნო გალილეველნო რატომ მიყურები თუ ესე გაკვირვებულებიო ესე იესო რომელსაც ხედავთო ზეცად აღმავალსო აი ესევე დაინახავთო მერეო ჩაუმავალსო ოღონდ უკვე დიდებით ზეციური დიდებით როგორც ღმერთი კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ეხლა რატომ ვაკეთებ ესეთ შესწავლებს ყოველთვის ხალხო ალბათ ხვდებით მაგრამ მე მაინც მინდა რომ განგიმარჯვოთ მე ზოგადად არ შემიძლია რომ ესეთი მოკლე და ესეთი ინფორმაციები აი მე ყოველთვის ვცდილობ რომ ადამიანს ბოლომდე დაუღეჭო რომ იმას გადაყლაპვის მეტი არაფერი არ შევიდეს ყოველთვის ვცდილობ წინასწარ გავთვალო და განსაზღვრო ყველა ის შეკითხვა რომელიც შეიძლება თქვენს თავში გაჩნდეს რომ არ იყოს თქვენთვის ეს უცხო ხილი რომ არ გაგიჭირდეთ ამ ყველაფრის გააზრება აი ამიტომ გიკეთებთ რაღაცა ფონს შესავალს რომ იცოდეთ რაზე ვსაუბრობ ჩვენ თორე თქვენთვის რაღაცა გაუგებარი იქნება ეხლა რა მეორედ მოსვლა ის მეორე ზოგს მეორედ მოსვლა წარღუნაგონია და რაღაც სინონიმად ხმარობენ ხოლმე რა აგერ ჰოლივუდი რაღაცა ფილმებს იღებს და რაღაცა იქ იმ შთაბეჭდილებების ქვეშ არიან ხოლმე არ არის ესე მეორედ მოსვლა გახლავთ აი სწორედ ის თვითონ სიტყვა რას ნიშნავს უნდა გვესმოდეს არა ვის მეორედ მოსვლაზეა ლაპარაკი ჯერ პირველი მოსვლა უნდა იცოდე რა იყო და როგორი იყო ხო და ვინ იყო და პირველად რომ მოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე აღასრულა ის მისია რისთვისაც მოვიდა გამოიხსნა კაცობრიობა და შეგვპირდა და ახალი აღთქმა სწორედ ამაში მდგომარეობდა აღგვითქვა ჩვენ რომ თითოეულ ჩვენთაგანს რომელიც მის გზას ავირჩევთ და გავივლით გვაცხოვნებს და სწორედ თავის დიდებაში აგვიყვანს და მეორედ მოსვლის შემდეგ როდესაც დაბრუნდება ქვეყნიერების განსაჯელად უკვე ახალ ცასა და ახალ ქვეყანას შექმნის მართალი ადამიანებისათვის და ეს იქნება უკვე დაუსრულებელი ცხოვრება რომელიც აღარასოდეს აღარ დამთავრდება ეს იქნება დაუსრულებელი ნეტარება მართალთათვის და დაუსრულებელი ტანჯვა და წვალება ცოდულთათვის სამწუხარო და ესეც ხდება და ამიტომ ეს ძალიან აი კბილი ხო ყოველას კიებიათ მეტნაკლებად და ხომ იცით ეს როგორი გაუსაძლისი ტკივილია ღამეც რო არ გაძინებს ადგილს ვერ პოულობ აი ვერ ისვენებ და ერთი სული გაქვს აი მზათა ხარო შენი ხელით რაღაცა პლასკაკუპცის დამოიგლიჯო ოღონდაც აი ამ ტკივილს თავი დააღწიო ხო ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ ხალხო როდესაც სული ტკივა სული ტკიებიათ მე მტკიებია ჩემი ცოდვისგან სული იცი როდის ტკივა ადამიანს როდესაც გააცნობიერებს ცოდვას და სინდისის ქეჯნა გეწყება საშინელი ტკივილია ვერ შეედრება მაგას აი ვერანაირი აი ხა საკმაოდ ზაფრი ტკივილები გამომიცდია კენჭის გავლა მქონია კედლებზე კინაღამ გავი ბევრად უფრო მძიმეა როცა სული ტკივა ბევრად უფრო მძიმეა ისიც გამომიცდია და ესეც გამომიცდია დამჭირეთ რა და ალბათ ბევრი დამეთახვევით ვით შემნაირად ხართ და თქვენ ახლა წარმოვიდგინეთ სულის ტკივილი რომელსაც ვეღარ იამებ ვერაფრით
დაამებარით იხდება სინანული. სინანულის საშუალება ჩვენ აქ გვაქვს. ამ ქვეყანაზე სანამ ხორცში ვიმყოფებით, თორე იმის იქით მე უკვე всё დამთავრებულია. და როცა ჩვენ ამას არ იყენებ, ისი იმედი გვაქვს მე? და მარადიული ტანჯვა იცით თქვენ რას ნიშნავს ხალხი? მარადიული ტკივილი, აი უბრალოდ დაფიქრდით და გაიაზრეთ და მიხვდებით აქ რაზეა ლაპარაკი. კაცმოყვარე ღმერთი წინა ნიშნებს გვეუბნება ჩვენ. წინა პირობას თუ რა უნდა უძღოდეს უფლის დიდებით დაბრუნებას დედამიწაზე. აი სწორედ სწავლება აი ამ ყოველივე შესახებ როგორც გითხარით, ხო? თუ როგორ მოხდება უფლის დაბრუნება დედამიწაზე? თუ რა ნიშნები უძღვის წინ ამ ყოველივეს? აი ამის შესახებ სწავლებას ეწოდება ესქატოლოგია, ანუ სწავლება მომავლის შესახებ. ეხლა მთავარი ესქატოლოგიური წიგნი, რომელიც გახლავთ უაღრესად საიდუმლოებით მოცული და დაშიფრული, ეს არის აპოკალიფსი, ანუ გამოცხადება იოანესი, ესეც იცით თქვენ, ეს გახლავთ სწორედ ბოლო 27 წიგნი ახალი აღთქმისა. რომელსაც ჩვენ არ არის გამორიცხული, როდესაც ჩვენ სახარებებს მოვრჩებით, რომ რაღაც გარკვეულწილად, რაღაც გარკვეულ ნაწილებში შევეხოთ, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა არ დავიწყებ ამის სულ განმარტებას, ჯერ ერთი იმიტომ რომ მე თვითონ ეს არანაირად არ ხელმეწიფება, არანაირად, იმიტომ რომ ეს უაღრესად საიდუმლოებით მოცული ტექსტია და მე კი არა ისეთი დიდი მამები არ კიდევდნენ ხელს მის განმარტებას, როგორიც იყვნენ ბასილი, იოანე და ასე შემდეგ, ხო? რაღაც მცდელობები ქონდათ ზოგიერთ მამას, რომლებიც თვითონ ამბობდნენ, რომ ეს არის ჩემი კერძო მოსაზრება და არ არის აუცილებელი ყველამ გაიზიარო. და რაღაცეთი ზოგადი სახის განმარტებებს აკეთებდნენ, მაგრამ სრული სახი და ისე საფუძვლიანად ამის განმარტება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ხა ვისაც გადაგიფუძლავთ აპოკალიფსზე წაიკითხავთ, მიხვდებით მე რაც ვაპარაკობ. ეს არის ურთულესად გასაგები წიგნი, რომელიც აი დროში არც არის საერთოდ დაწერილი რა, დროის მიღმაა. აი დააფიქსირებ, რომ რაღაცა მოვლენა, რომელიც წერია ვთქვათ და შემდეგ წერია ვთქვათ რაღაცა მოვლენა. აი შემდეგ რა წერია, ის უსწრებს წინ იმას, რაც იმის წინ წერია. აი ხშირად არის ესეთი რაღაცები, ამიტომ იმის გაგება უაღრესად რთულია და მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს პირისპირ შევეხებით, მაგრამ აი ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რაზეც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, რომ ვიცოდეთ ის წინა ნიშნები, რომელიც უფალმა ჩვენ გითხრა და მინდა კიდევ ერთიც გითხრა და ამით დავასრულებ ჩემს ამ მომაბეზრებელ შესავალს, რომ აი უფალი ამბობს და ეკლესია გვასწავლის ჩვენ, რომ თითოეული ჩვენთაგანისათვის ჩვენი წილი მეორედ მოსვლა იწყება მაშინ, როდესაც გარდავისვლებით და ამ ქვეყნიდან წავალთ. ამიტომ აი ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ძალიან არ უნდა გავერთოთ მეორედ მოსვლაზე და მის ნიშნებზე ფიქრით. თავარი არის ჩვენთვის, რომ თითოეული დღე ვიცხოვროთ ისე, თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი დღე არის, იმიტომ რომ არც ერთმა არ ვიცით, როდის დასრულდება ჩვენი ცხოვრება, როდის გადავალთ ამ დროებითიდან მარადილში და შესაბამისად სწორედ იმ წამიდან დაიწყება ჩვენთვის უკვე მეორედ მოსვლა, იმიტომ რომ აი როგორი ნიშნითაც გადავალთ მარადისობაში, იმ ნიშნით შევხვდებით შემდეგ უკვე უფალს რა. იქ უკვე დრო აღარ არის. ჩვენ წინა თავი დავასრულეთ, წინა თავი არა, წინა საუბარი, ჩვენ მე-13 მუხზე გავჩერდით. დავასრულეთ უაღრესად მნიშვნელოვანი სიტყვებით, რომელზეც საკმაოდ ბევრი ვისაუბრემე, რომელმან დაითმინონ სრულიად, იგი ცხონდესო. და გესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სრულად დათმენა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომ ვისწავლოთ სრული მოთმინება. დავამატებდი მხოლოდ ერთს. ძალიან დიდი განსხვავებაა მოთმინებასა და გაძლებას შორის. მოთმინება სულის თვისება გახლავთ, რომელიც შენ ქსიამოვნებს. ქსიამოვნებს იმიტომ, რომ შენი ციროს ღვთის თვისებაა და შენს ღმერთის მსგავსი გინდა, რომ გახდე ღმერთს ბაძავ ამ შენი თვისებით. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გქონდეს ეს თვისება მოთმინებისა და როდესაც ადამიანს აი ეს სწორად აქვს ეს გააზრებული, მას არასოდეს არ მოეწყინება, არასოდეს არ მობეზრდება, არასოდეს არ იქნება მისი მოთმინება ლიმიტირებული. შეიძლება რაღაც მომენტში აი მოთმინება იგივე რაც სიყვარული ხალხო.
არ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი ნახევრად დროებით. თუ გიყვარს, გიყვარს. და გიყვარს ბოლომდე. მაგრამ ფორმები შენი სიყვარულისა შეიძლება შეიცვალოს იმის და მიხედვით, რამდენად არის მიმღები ის ადამიანი ამისი. აი სხვა შორის ამაზე რატო ამოხვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ვისაუბრის შემდეგ ერთი ორი ადამიანი დამელაპარაკა მე ამასთან დაკავშირებით და ჩავთვალე რომ აუცილებელი იყო რაღაც პატარა განმარტება გამეკეთებინა რომ მე ოჯახურ თემას შევეხე წინაზე და მაშინ ვახსენე ეს რადგან არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად მე თვითონ სასულიერო პირი მღვდელი, რომელიც აი რა ვიცი რა, აი ყველაფრის ფასად ვცდილობ რომ ჩავებღაუჭო და გადავარჩინო ოჯახები. მე თვითონ ყოფილა ესეთი შემთხვევები და არის ხოლმე სამწუხაროდ, რომ მე თვითონ მithქვამს და შენი თავაზებია ხოლმე, რომ ეხლა უკვე თქვენ ოჯახს აზრი არ აქვს, თქვათ სიტყვაზე გოგუსთვის მithქვამს, წამოვდი თქვათ ან კაცისთვის მithქვამს, რომ აი всё დამთავრდა რა. წარმოუდგენელია თქვენ არის ესეთი შემთხვევები, მაგალითად როდესაც ფიზიკურად ხდება შეხება, თქვათ რაღაცა ცემა მამაკაცის მიერ თქვათ ან რაღაცა გამოუსწორებელი პათოლოგია ჭის, ანუ რაღაცა საშინელება ხდება მოკლედ. ან გამოუსწორებელი თქვათ რაღაცა ღალატი, ანუ ღალატი რომელიც ერთჯერადი კი არ არის, რომ თქვათ რაღაცა ერთხელ უღალატა და всё დამთავრდა. და მე მიხვდა შეინანა და რა ამის პატიება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ როდესაც ამას უკვე ქრონიკული ხასიათი ეძლევა და ადამიანს უკვე ხასიათში გადასდის, რომ თქვათ ეხლა 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ უღალატა, ამას უკვე შემთხვევით ღალატი აღარ ქვია და თქვათ რაღაც დაგემართა არ ქვია. გინდა კაცის მხრიდან, გინდა ქალის მხრიდან. ამიტომ არის რაღაცა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც შენ უკვე შეგიძლია რომ თქვათ რაღაცა დაარღვიოს ერთობა, თუმცა მიაქციეთ ყურადღება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენის აღარ გიყვარს. შენ გიყვარს, ესე იქცევა უფალი ჩვენთან მიმართებაში. ესე ვიქცევით ჩვენს, მაგალითად, სასულიერო პირები არის ნაწილი მრევლისა არიან ხანდახან ადამიანები, რომელსაც ვეუბნები პირდაპირ რა. აი როდესაც ხედავ, რომ მაშინ სინამდვილე საერთოდ არ არის, აი საერთოდ აი ვერაფერს რო ვერ შეაგნებინებ, რო ვერ გააგებინებ, ვერ დააფიქრებ თავის ოდვაზე, ხო? და უტიფრად მოდის, მე მithქვამს რა, რომ კარგად იყავი რა, იმიტომ რომ მე შენ ვერ გშველი. წადი და მოძებნე ის, ვინც გიშველის, იმიტომ რომ მე არ მინდა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. შენ ჩემთან ისე ხარ გაშინაურებული, რომ შენთვის ჩემი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს. შეეჩვი იმას, რომ მაინც გულში ჩაგიყუდე, მაინც მოგეფერები, მაინც ის. ესე არ გამოვეუბნები, რა გამიშვია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ეს ადამიანი აღარ მეყვარს. მე მას ყოველწლივრაზე ვიხსენიებ, სულ თქო უფალს რომ მას შეეციოს. ესეთია სიყვარული ღვთისაც. გაიხსენეთ უძღებიშვილის იგავი, როდესაც უშვებს მას. კი არ დაიჭერს და კი არ ეუბნება, რომ სად მინდი ხარ, იმ გელი შეგჭამს, შენ საერთოდ ცხოვრებაში გამოუცდელი ხარ. რაღაც ისეთი საყვარი ადამიანები შეხვდებიან, რომლებიც თქვათ რაღაცა შეიძლება ფიზიკურად მოგაკვდინონ და გამცირონ რაღაცა ბერცოდაში არ ეუბნება არაფერს. უნდა რო ხედავს რომ ატეხილია, წადი ეუბნება. აძლევს იმას, რაც ეკუთვნის და უშვებს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, ვითომ რომ მამას არ უყვარს, ეხა იშვილი და მოიშორა, რა კი გაუშვა? არა. ის მუდამ ზრუნავს მასზე და სწორედ ამ ზრუნვის შედეგია, როდესაც ის მერე უკვე ბრუნდება უკან. აი ამ სიყვარულის შედეგია, აი ამ თავისუფლების შედეგია, რომელიც მიანიჭა ღმერთმა მას, რომ ის მერე მოდის ისე უკან და ბრუნდება იმ მამის წინაშე. აი ესეთია ღმერთი, ესეთია მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. და ჩვენც ეს უნდა ვისწავლოთ, ჩემო ძვირფასებო. იგივე მოთმინება, ჩვენ ღმერთი უკიდეგანოდ გვითმენს. ჩვენ ღმერთი ბოლომდე გვითმენს. ჩვენ ამის ღირსი ვარ? არა ვარ ხშირ შემთხვევაში დამერწმუნეთ რა. მაგრამ ღმერთი მაინც გვითმენს. ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხაზ გაუსვალ და აი გავავლებ ზღვარს გაძლებასა და მოთმინებას შორის. აი როდესაც გაძლებაზეა ადამიანი ძალიან ძლიერ მდგომარეობა. იმიტომ რომ მტრისას თვითონ სიტყვა თავის თავზე მეტყოლებს რა, რომ აი უძლებ და ვერ უძლებ რა. და ეს გაძლება ყოველთვის შეზღუდულია დროში რა. შეიძლება რაღაც მომენტამდე გაუძლო და მე რაღაც მოთმინების ზაფი გაგიწყდეს, ვეღარ შეძლო, ვეღარ მოახერხო და დამთავრდა. მაგრამ როდესაც შენ ითმენ იმ მოთმინებას უკვე ის შენ იცი რატომ ითმენ? ითმენ იმიტომ რომ ღმერთმა მოითმინა შენი გულისათვის. ითმენ იმიტომ რომ შენს გინდა რომ ღმერთს მიემსგავსო. შენს გინდა რომ გაიღო რაღაცა მადლიერების ნიშნად შენთვის ჯვარცმული უფლის მიმართ.
რომ იმან რომ შენი გულისადმი ღმერთმა შემოქმედმა თავი გაწირა, შენს გინდა რაღაც მოითმინა. და შენ ეს მოთმინება განა გაძლების ფასად გიждდება, სიამოვნებს და გიხარია. რომ ამით ცოტათი ღმერთს ემსგავსე. მოდი აბა გავაგზავნოთ. და იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა ყოველსა სოფელსა. საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული. იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა. საწამებელად ყოველთა წარმართთა. საწამებელად ამ შემთხვევაში წამება არ იგულისხმება, ჩვენ რა გაგებითაც ხმარო, იგულისხმება დასამოწმებლად. რომ ანუ ერთ-ერთი ნიშანი უყურე რა ყოფილა კიდე ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ რომ სახარება უფლისა ღვთის სიტყვა თემ სოფლიოში უნდა იქადაგოს. ანუ აღარ უნდა დარჩეს ერი, აღარ უნდა დარჩეს ხალხი დედამიწის ზურგზე, რომელსაც მოსმენილი არ ექნება სახარება. სხვა საქმეა ის ამას მიიღებს თუ არ მიიღებს. მაგრამ მოსმენილი ექნებათ ყველას. და თქვენ ალბათ უყვირდებით ეხლა დღეს ხო, ნუ რა რა საუკუნეში ცხოვრობთ, ხო ხედავთ? ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში ცხოვრობთ, როდესაც იმდენად დააპატარავა და ხელის გულში მოაქცია ამ ციფრულმა ტექნოლოგიებმა მთელი სამყარო, რომ აი აქედან ნებისმიერ ადამიანის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის მოპოვება შეგიძლია, კონტაქტი შეგიძლია, დალაპარაკება შეგიძლია, აგერ ინტერნეტი უზარმაზარი რაღაცა სივრცე ვირტუალური, რომელშიც არის მოთავსებული ყველანაირი ინფორმაცია თუ კი შენ რამე გაინტერესებს. სახარება, ძველი აღთქმა, მთელი ბიბლია, განმარტებები, მამების, აბსოლუტურად ყველაფერი ხელმისაწვდომია. აი დღეს როგორ შეიძლება რომ რომელიმე ადამიანმა სადმე თქვას რომ თქვა მან რაღაცა ვერ მოისმინა, რაღაცა ვერ გაიგო, რაღაცა მას არ უხადაგეს, არ უთხრეს, არ გააგებინეს. შეიძლება წარმოუდგენელია. ხო და შეიძლება კიდე არიან სადღაც ვიღაცები უკაცრიელ კუნძულებზე რომელსაც ეს არიციან, მაგრამ რა გიწერია უფლისაგან უფლის სიტყვა გარდაუვალია. ისინიც გაიგებენ. მაშინ მოიწიოს აღსასრული, ანუ უფალი ამბობს, აი, როდესაც ეს მოხდება, მერე იქნება აღსასრული და კიდე ბევრი ნიშანს ჩამოთვლის, რომლის შემდეგაც ამბობს, რომ აი ამის შემდეგ იქნება აღსასრული. თუმცა აი რა არის იცით მნიშვნელოვანი, უფალი ჩამოთვლის აი ამ მიზეზებს, წინა ნიშნებს, თქვათ, ომებს, შიმშილობებს, ადამიანთა შორის უსიყვარულობებს. თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ეს ყოველთვის იყო, ყველა საუკუნეში იყო და მართალიც იქნებით. მაგრამ ეს ყველაფერი თავის კულმინაციას მიაღწევს. ბოროტება კანიდან უნდა გამოწვრეს, ბოროტება ბოლომდე უნდა იზეიმოს დედამიწაზე. ყოველ შემთხვევაში აი უნდა ეგონოს უკვე რომ ბოლომდე იზეიმა და აი ზუსტად იმ დროს მოიწევა აღსასრული. წმინდა მამები ესეთ რამეს ამბობენ ძალიან დამაჯერებლად, რომ მეორედ მოსვლა იცით, როდის მოხდებაო, როდესაც უკვე დედამიწის წიაღიო ვეღარ წარმოშობს წმინდა ადამიანსო. ანუ ღმერთმა ხო იცის რომ ადამიანი რო იბადება, ყოველი ადამიანი სასუფეველისათვის იბადება, ხო მასეა? იმიტომ რომ წარმოუდგენელია ფიქრი იმაზე რომ ვიღაცა ღმერთმა 64-ისთვის შექმნას და ვიღაცა ჯუჯუხეთისათვის შექმნას. ეს უდიდესი მკრეხელობაა და ეს რაღაცა გონებაში არც კი გაიგოთ არასოდეს. ადამიანი ყოველთვის თვითონ აკეთებს თავის არჩევანს, თორე ნებისმიერი უდიდესი ტირანი, ვინც კი ყოფილა ნებისმიერი მანიაკი, კაცისყლელი, ნებისმიერი უზნეო თავიდან, როდესაც ამ ქვეყანას მოევლინა ღვთისაგან იმისთო, რომ მას კეთილი გზა აერჩია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმას გეტყვით, რომ ღმერთი ხო ყოვლის მცოდნე და ყოვლის მხედველია და წინასწარ ჭორეთს, რომ ადამიანს აქვს ასპარეზი, აქვს რესურსი სწორი არჩევანის გაკეთებისა და ღვთისკენ მიტრიალებისა. აი თუ აქვს მოავლენს, ანუ თუ არის შესაძლებლობა იმისა, რომ მან წმინდად იცხოვროს და სწორად იცხოვროს. თუ კი აღარ არის ამის რესურსი, აი ყურე აი სწორედ ამაზე გეუბნებით. ანუ უფალი ბრძანებს მეორეგან ეხლა ცოტა წინ ვასწრებ მოვლენებს და ჩვენ ვახავთ ამ სიტყვებს, რომ მართალთა გამო შემოკლდებაო დღეებიო და რომ არ შემოკლებულიყო ის დღეებიო, მართალნიც ვერ გაუძლებდენო. მიაქციეთ ყურადღება.
მიაქციეთ ყურადღება, რამდენად დიდი უნდა იყოს საცდური ბოროტისა, რომ მართალნიც კი ვერ გაუძლია, უბრალოდ აი დროის მომენტი ყოფილა, ხედავთ, მხოლოდ რომ დროში თუ გაიწელა ის საცდური, იმდენად დიდია საზოგადოებრივი წნეხი, ზეგავლენა აი ყველაფრისა, რომ მართალი ადამიანებს კი ვეღარ გაუძლებდნენ და ღმერთი ხომ წინასწარ ჭრედს ადამიანის რესურსს კიდევ ერთხელ გეუბნები და როდესაც უკვე ის დრო დადგება, რომ იმდენად გამრავლდება უშუალოება, იმდენად გაიზრდება საცდური დედამიწის ზურგზე, რომ უკვე ვერც ერთი ადამიანი ვეღარ შეძლებს აი რომ დაიბადოს დედის მუცლიდან, ხო? უკვე მას შანსი აღარ აქვს იმისა, რეალურად აღარ აქვს უკვე შესაძლებლობა იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა მან სწორი არჩევანის გაკეთების სურვილი კონდეს, რომ მანამ არჩევანს შეძლოს და უერთგულოს. და ბევრჯერ მithქვავს თქვენთვის, რომ ღმერთი არასოდეს არ არის უსამართლო და არასოდეს არ გვადებს ჩვენს ზურგზე ისეთ ტვირთს, რომლის ზიდვაც ჩვენ წელში გავწყვეტს და ჩაგვაქცევს. ანუ ყოველთვის იმხელა ტვირთი გვეძლება ჩვენ ღვთისაგან, რომელიც ჩვენთვის მაცხოვნებელია. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი ბოროტი გამოდის და ღმერთი ტირანი გამოდის, რომ თუ კი შენ იმხელა ტვირთი დააგადო, რომელსაც წინასწარ იცის რომ ვერ ზიდავ. ან თქვათ ისეთ პერიოდში მოგავლინა შენ ამ ქვეყანაზე, როდესაც წინასწარ იცის, რომ შენ შანსი არ აქვს, რომ სიმართლეს უერთგულო. რაც არ უნდა მოინდოო, მაშინ ბოროტი გამოდის ღმერთი. ხო და ის სწორედ ამაშია საქმე, რომ ესე არ არის, ესე არ იქნება და ამბობენ წმინდა მამები, რომ როდესაც დედამიწის წიაღი, დედამიწის საშო ესე ამბობენ, ხატოვნად ვეღარ წარმოშობს სიწმინდისათვის და სასუფეველისათვის ვეღარ დაბადებს ადამიანს, აი სწორედ იმ დროს მოხდება უკვე მეორედ მოსვლა, ანუ სწორედ ის იქნება უკვე კულმინაცია ბოროტებისა, რომლის იქითაც თუ გაგრძელდა, უკვე ეშმაკი გაიმარჯვებს და რა თქმა უნდა ამას ღმერთი აღარ დაუშვებს. მაგრამ ეს ყოველივე ადამიანების ნებით მოხდება ხალხო. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ღმერთმა როდესაც ადამიანს სრული თავისუფლება უბოძა, მაშინ უფალმა უკვე ყველაფერი დაუშვა. ყველაფერი აბსოლუტურად დაუშვა ის, რომ მათთვის ამ ქვეყანაზე მოსული ღმერთი ჯვარზეც კი გაეკრა და მოეკლა. და ეხლა სადაც ეს დაუშვა, თქვენ წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად ყველაფერი დაშვებულია ღვთისაგან. ადამიანები ერთმანეთი ხოცონ, ჭამონ, რა ვიცი, აი ყველაფერი დაუშვა ღმერთმა, იმიტომ რომ ადამიანს სრული თავისუფლება უბოძა. და ადამიანები აი სწორედ აი აქამდე მივლენ თავიანთი არასწორად გამოყენებული თავისუფლებით, რომ უკიდურეს უზნეობას და გარყვნილებას და ზნედაცემულობას მიაღწევენ თავიანთი არასწორი არჩევანი. იმ დღეს ერთ-ერთი მეგობარი მეყვებოდა, არ მახსოვს ვინ მოყვა. ვიღაცა მეყვებოდა სწორედ იმ ლექციის შემდეგ, რა რაღაც საუბრობდით, რა რომ ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ ვირთხებზე. აღარ მახსოვს ვინ ამბობდა, ჩვენიანი იყო ვიღაცა. ვირთხებზე ჩაუტარებიათ ექსპერიმენტი, რომ თითქოს ერთგვარი 64 მოუწყიათ ვირთხებისთვის რა. რომ აი იდეალური პირობები ჰქონდათ, საკვები იდეალური, ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ, თუ რომელიმე ცოტათი ავად გახდებოდა მაშინ უკუნალებდნენ და მოხდა საოცარი რაღაცა. ანუ მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში იყვნენ ვირთხები, არ აკლდათ არაფერი. და მოხდა უცნაური რა. მამრობითი სქესის ვირთხებმა დაიწყეს მამრობითი სქესის ვირთხებთან ურთიერთობა, დედრობითი სქესის ვირთხებმა დედრობითი სქესის ვირთხებთან. და რაღაც ძალიან მოკლე პერიოდში სულ გაწყდნენ ის ვირთხები. აი წარმოიდგინეთ. და ეხლა ანალოგი უკვე თქვენ გააკეთეთ და თქვენ გაავლეთ პარალელი ადამიანებზე, ხო? აბსოლუტურად იგივე ხდება და ეს ძალიან კარგად იციან იმ ძალებმა, რომლებიც სამყაროს მართავენ. და ისინი ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ, ყველაფერში ჩარეული არიან, ყველგან წდება მათი ბინძური საცეცები, იცოდეთ თქვენ. და ამას ყველაფერს უპირველეს ყოვლისა სწორედ აი ვირტუალური გზით ახერხებენ რა. ინტერნეტ საშუალებებით და ტელევიზიით. გადასარ აი ყველა ოჯახში არიან შესულები რა, ყველგან. აბსოლუტურად ყველგან. და ნუ ეხლა აი ყველაფრის უკვე კულმინაცია იქნება ბოლოს უკვე როდესაც მოხდება რაღაცა იმ ჩიპებით, ასე ვთქვათ, ადამიანების დაზომვა რა და ეს უკვე იქნება უკვე ზემოქმედება თვითონ ადამიანის თავისუფალებას და დაკაბალება. იმიტომ რომ ჩიპის მქონე ადამიანი უკვე თავისუფალი ვეღარ იქნება, იმას უკვე შენ მექანიზმად გადაიქცევი, რომელსაც გმართავენ. ძალიან ადვილად. ეს არ არის იგივე რაც თქვა ჩიპიანი პასპორტები, არ აგერევით ერთმანეთში, ხო?
ჩიპიან პასპორტებზე ხა დიდი ამბავია ატეხილი, მაგრამ მე არ უყურებ ამას როგორც ტრაგედიას. ეს არის უდაოდ წინაპირობა თვითონ ფიზიკური ჩიპებისა, მაგრამ ეს არ არის თავად ბოროტის ნიშანი. აი ის უშუალოდ იქნება ანტიქრისტეს ნიშანი. ამას ეხლავე გეუბნებით. და იმის წინააღმდეგ ძალიან გავილაშქრებ პირადად მეც და ყველა საღად მოაზროვნე სასულიერო პირი და ქრისტიანი, მაგრამ ეს არ არის ჯერ ტრაგედია, ასე რომ შეგიძლია თავმა დაიღო ვისაც თქვა გჭირდებათ. ეხლა მეც მაგალითად 2 წელიწადში გამდის ვადა თქვა ჩემ პირადობისა და მეც ეხლა ჩვეულებრივად ეხლა როცა ის იქნება ავიღებ იმ ID ბარათს. ეს არ არის ეშმაკის ნიშანი, მაგრამ ეშმაკის ნიშანი იქნება უკვე ის. ამიტომ ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის. საერთოდ ეს თემა ძალიან საინტერესო თემაა და ყველას აინტერესებს. და ცუდი რა არის, იცით ამ თემაში რომ ამან აი გითხარით კიდევაც და კიდე გაგიმეორეთ რომ ძალიან შეყოლება იცის რა და ამასაც იყენებს მე ეშმაკის სათავისოდ რომ ის იმდენად შეგიყოლიებს ეს რაღაცეები და ეს თემა რომ მე უკვე შენი პირად ცხოვრება აღარ გახსოვს რა იმდენად ხარ დაკავებული იმით რომ აბა ნიშნებს დააკვირდე რა იქნება როგორ იქნება ახდება სამყაროში რომ აღარ გახსოვს შენი პირად ცხოვრება შენი პირადი პასუხისგებლობები აღარ გახსოვს უკვე თისინაში რომ რა უნდა აკეთო როგორ უნდა იცხოვრო შენი ზნეობრივი მოთხოვნილებები შენი ზნეობრივი ვალდებულებები აღარ გახსოვს უკვე თისინაში ეს არის ძალიან მძიმე ადამიანისათვის რა ამიტომ მინდა გთხოვო წინასწარ რა ძალიან ნუ გაერთობით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით იყო დრო როცა მეც ვიყავი ამითი ძალიან გართული და ვიცი რომ არსებობს ეს საშიშროება ამიტომ გავთხილეთ რომ ძალიან ნუ გაგიტაცებთ აი ეს ფიქრები მეორედ მოსვლის შესახებ და ის ნიშნები კიდევ ერთხელ გეუბნებით თითოეული ჩვენთაგანის მეორედ მოსვლა იწყება ჩვენი გარდაცვალებიდან ჩვენ ეს არ ვიცით როდის მოხდება დღეს ხვალ ზევ თუ 10 წლის შემდეგ და ამიტომ რა კი ისეთ სუსტები ვართ რომ იმისი გარანტიაც კი არ აქვს და იმის თქმის უფლებაც და საშუალებაც არ აქვს რომ დაზუსტებით ავისით ხვალინდელი დღე გაგუთენდება თუ არა მოდი ზევანდელი დღე გამოვიყენოთ მაქსიმალურად სწორად სიწმინდით და ღვთის სიყვარული და სინამდვილით ვიცხოვროთ და დამერწმუნეთ რომ აი თუ კი ესე ვიცხოვრეთ ჩვენ სწორად წაკითხვაც კი არ დაგჭირდება ჩვენ სულიერი თვალი გვექნება იმდენად გაფაქიზებული რომ ყოველ აი თავისთავად შევიგრძნობთ იმას რაც ბოროტია და ბოროტებაა და იმას არ მივიღებთ და არ გავეკარებთ რა ამიტომ უმთავრესი ეს გახლავთ სწორად რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისა ითქმული დანიელ წინასწარმეტყველისა მიერ დგომარე ადგილსა წმიდასა რომელი აღმოიკითხვიდეს გულის ხმა ჰყავ დანიელ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებას იხსენებს იესო და ახსენებს იუდეველებს რომელიც წინასწარმეტყველებს სწორედ აი დანიელს საკმაოდ ვრცელი წინასწარმეტყველება აქვს ესქატოლოგიური ან მეორე მოსვლის წინა პერიოდის შესახებ იგი და იქიდან ახსენებს სწორედ ერთ-ერთ ადგილს საძაგელი იგი მოოხრებისა ანუ საძაგელი მოოხრებისა ეს არის სინონიმი თავად განხორციელებული ბოროტებისა ის იმის რასაც ჩვენ ანტიქრისტეს ვეძახით ხო ანუ ანტიქრისტე რა მოვლენა ეს არის პიროვნება იქნება ეს პიროვნება ადამიანი ხორციელი ადამიანი რომელშიც იქნება კონცენტრირებული ბოროტება აი როგორც იესოს ბაძავს ყველაფერში ეშმაკი წმინდა მამები ეშმაკს ღმერთის მაიმუნს ეძახიან ყველაფერში ბაძავს ღმერთს აი როგორც უფალში იყო კონცენტრირებული სიკეთე ისე იქნება მასში კონცენტრირებული ბოროტება ისე რომ სიკეთის ნატამალი არ იქნება მასში გამოარჩევს ესეთ ადამიანს წარწმედის ძეს გამოარჩევს და მასში იქნება ეს ყველაფერი კონცენტრირებული რა ანუ განხორციელებული ბოროტება იქნება აი როგორც უფალი განხორციელებული სიკეთე იყო ეხა ეშმაკს ხონდა მიბაძოს და ხალხი უნდა მოატყუოს ის იქნება განხორციელებული ბოროტება უღონდ რა თქმა უნდა კარგად შეფუთული ძალიან სიკეთის საბურველით რომელიც ძალიან ბევრი ხორციელად მცხოვრები ადამიანის ცდუნება შეძლებს და ამ სიტყვას მე ხაზი მინდა გაუსვა და მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება რას ნიშნავს ხორციელად მცხოვრები ხორციელად განა ხორცში მცხოვრებს გულისხმობ აი ხორციელი რო იქნები ადამიანი შენი ცხოვრების წესით რომ შენთვის ხორცი როა მთავარი ხორცის ფუფუნება ხორცის ჩაცმა ჭამა სმა დახურვა ეს ცხოვრება ანუ მატერიალისტი ადამიანების სუბუნება ძალიან ადვილად შეძლებს უფალი ამიტომ ის ბოროტი ამიტომ ნუ იქნებით ჩემო ძვირფასეო მატერიალისტები ნუ იქნებით ხორციელები მაქსიმალურად მოვინდომოთ რომ
ჩვენში წარმართველი ძალა სული იყოს, სულს მივცეთ სადავეები ჩვენი ცხოვრების მართვისა და სული მე თვითონ გვიკარნახებს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ. ეს ჩვენი სული კიდე უფალს მივანდოთ. და აი, როდესაც იხილავთ ამ საძეგილ მოხრებისასო, ანუ აი ამ განხორციელულ ბოროტებასო, მდგომარეს ადგილსა წმინდასაო, ანუ ისეთ ადგილზე მდგომს, სადაც არ უნდა იდგეს. დაარსებულს ესეთი წინასწარმეტყველება და მე მჯერა რომ ეს ნამდვილად ასე იქნება, რომ ანტიქრისტეს აკუთხებენ მეფედ იერუსალიმის ტაძარში, მართლმადიდებლურ ტაძარში. წარმოიდგინეთ. მართლმადიდებელი მდელთავრები აკუთხებენ მას და ნუ არის ესეთი წინასწარმეტყველება, რომ იმ დროს ერთ-ერთ მდელთავარ და სავარაუდოდ ვარაუდობენ, რომ ეს იქნება იერუსალიმის პატრიარქი, გაიხსნება რაღაცა სულიერად ცოტა რაღაცა სხვა თვალი და დაინახავს, რომ ეს არის ბოროტი სინამდვილეში და არა ის, ვინც ხალხს გონია. და ამას იტყვის და ხმამაღლა, ასე ვთქვათ, ამხელს, რომლის გამოც ის იქნება შემდეგ დაჟილი და აი ამის შემდეგ დაიწყება უკვე მოკლედ უშუალოდ ის ბოლო 3 წელიწად ნახევარი, რომელიც უკვე უშუალოდ წინუძღვის უფლის მეორედ მოსვლას. მაგრამ ნუ ამაზე მოგვიანებით კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამას მაინცა და მაინც ნუ შევყვებით და ნუ გაგვიტაცებს ამაზე ფიქრი. მოდი ვნახოთ. აი ამას რომ ნახავთ, ანუ ეს რა თქმა უნდა უშუალოდ მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ჩემს წრეები იქნებიან ამ ყველაფრისა, ხო? ყურადღებით იყავით და ფრთხილად იყავით. მაშინო, აი რომელი აღმოიკითხვის გულისხმობა, ანუ ვინც გამგებმა გაიგოს უფალი ამბობს. მაშინ რომელნი ჰურიასთანს იყვნენ, იუტოვდნენ თად. მაშინო ვინც ჰურიასთანში იქნებიანო, თაში გაიქეცით. რომელი ერდოსაზე და იყოს, ნუ გარდამოვალ ნაღებად რასმე სახლისაგან თვისისა, რომელიც აი სახლის გარეთ იქნება გამოსულიო, სახლში ნუ შებრუნდებაო რაიმეს ასაღებათო. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევით აღებად სამოსლისა თვისისა, რომელიც ველში იქნება გასულიო, თქვა ყანაში რაღაც გასაკეთებლად. ეხლა უფალი თანამედროვე ადამიანებს ესაუბრება, ხო, თავის თანამედროვეს და ამიტომ იმ თემებზე ესაუბრება, რომელიც თქვა მათთვის უფრო აქტუალურია, ხო? ნუ დაბრუნდება სახლში ტანსაცმლის ასაღებად. ხოლო ვაი მიდგომილთა და რომელნი აწოვებდნენ მათ დღეთა შინა. მიდგომილი ორსულს ნიშნავს და ნუ რომელიც აწოვებს, ხვდებით ასე მეძუძურები, ხო? ანუ უყურეთ რაზეა ლაპარაკი? იმდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის იმ დროს საკუთარი სულის გადარჩენაო, სხვაზე მურაფერზე ნუ გაიფიქრებთ, ნუ ტანსაცმლის აღებაზეო. ნუ სახლში შესვლაზე და რაიმე ნივთების წამოღებაზეო, აი ამას რომ დაინახავთ, გაიქეცითო. გაიქეცით მთად. რას ნიშნავს გაიქეცით მთად? ზოგს ეს პირდაპირი გაგები და პირდაპირი მნიშვნელობით ესმის, რომ თქვა მთაში წავიდეს, იქ რაღაცა სოფელი დააფუძნოს. კი ბატონო, ესეც არ არის ცუდი აზრი, რომ თქვა აკეთებენ კიდევაც ამას. მაგრამ აქ სხვა რამე იგულისხმება ჩემი აზრით პირადად ჩემო უფასებად. აქ მთად გაქცევაში მე წინაზეც გითხარით, მთა არის სიმბოლოა, ხო, სულიერი ამაღლების სიმბოლოა ადამიანისა. მთად გაქცევაში მე პირადად გულისხმობ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც არის და უფალიც ამას გულისხმობს, ესე ვფიქრობ მე, სულიერ ამაღლებას, ანუ მაშინ მაინც გეუბნება უფალი, მაშინ მაინც მიხვდი, გამოფხიზლდი, მიატოვე შენი ხორციელი საზრუნავი და იფიქრე სულიერზე, რომ არ დაიღუპო, რომ მაშინ მაინც აირჩიო შენ ცხოვრებაში სწორი ორიენტირები და მიხდიო მას და უერთგულო სიმართლეს და ჭეშმარიტებას. არამედ ილოცევდით, რაითა არა იყოს სიუტოლოა თქვენი ზამთარსა, შინა გინა შაბათსა. ესეც ალეგორიულად გასაგები რამ გახლავთ რა. ანუ თქვენი გაქცევაო, ილოცეთო რომ არ დაემთხვესო, ან უქმე დღესო თქვა შაბათსო, ანუ ზამთარსო, იმიტომ რომ ზამთარში ძნელია გადაადგილება. ანუ აქ რაზეა საუბარი? საუბარია იმაზე, რომ ილოცეთო რომ თქვენ არ მოგიწიოთო ისეთ პერიოდში ცხოვრებაო, როდესაც ყველაზე რთული იქნება გამკლავება სულიერ საცდურებთან. აი ამაზე იფიქრეთო რა და ეს თხოვეთო უფალსო, რომ
ღმერთმა შეგაძლებინოთ ნებისმიერ წუთს და ნებისმიერ წამს გაუმკლავდეთ თქვენ განსაცდელს ბოროტის მიერ შემოთავაზებულ რაღაცა ცდუნებას, ამა თუ იმ ცდუნებას, ხო? მაშინ იყოს ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამიდან სოფლისად, ვიდრე აქამდე, არც აღაყოფა დას. მაშინ იმდენად დიდი ჭირი იქნებაო, უფალი ბრძანებს. მსგავსი რო არ ყოფილაო, აქამდეო მთელი ისტორიის განმავლობაშიო კაცობრიობისაო და აღარც იქნებაო ამის შემდეგო. ნახეთ მიაქციეთ ყურადღება, რატომ აღარ იქნება? იმიტომ რომ ეს პერიოდია, ეს ბოლო უდიდესი გაჭირვების პერიოდი დასრულდება უკვე უშუალოდ უფლის დიდებით მოსვლით და დასრულდება უკვე ახალი ცისა და ახალი ქვეყნის შექმნით, ანუ როდესაც უკვე აღარ იარსებებს ბოროტება არანაირი სახით, იქნება ბოლომდე გამიჩნული სიკეთისაგან და მართალი ადამიანებისაგან და დაიწყება მომავალი ნეტარების საუკუნე თითოეული მართალი ადამიანისათვის, რომელიც თუ მანამდე გარდაიცვალა და თავისი სხეული დატოვა მიწაში და მხოლოდ სულიერად ნეტარებდა, საყოველთაო აღდგომის შემდეგ შეიმოსავს ისიც სხეულს, სულიერ სხეულს, რომელიც უფალმა შეიმოსა კიდევ ერთხელ გეუბნები აღდგომის შემდეგ და აი ამ სრულყოფილი, სრულფასოვანი სახით, სულითა და თავისი სულიერი სხეული იქნება მარადიულ სიხარულში და მარადიულ ნეტარებაში თავის შემოქმედთან ერთად. ეს იმდენად დიდი რამ გახლავთ, ჩემო ძვირფასებო, რომ მე კი ვცდილობ, რომ ძალიან ხატოვნად გამოვხატო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ადამიანის ენას არ შეუძლია რომ გამოთქვას და გამოხატოს, ეს წარმოუდგენელია. ამას თვითონ პავლე მოციქული გვეუბნება და არა მე. და ის სწორედ ეხლა არის ის მუხლი, რომელიც მე თქვენ გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანი. და უკვე თუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ხორციელი, ხოლო რჩეულთა მათთვის შემოკლდნენ დღენი იგი. ხედავთ? ანუ ღმერთის კაცთმოყვარების გამო ღმერთმა რომ იცის ეს ყოველივე როგორ და რანაირად უნდა მოხდეს და რამდენად გამძლებია აი ამ ყოველთვის ადამიანი რომ არ შემოკლდესო ეს დღეებიო, ვერც ერთი ხორციელი ვერ გადარჩებოდა და ამას უფალი ამბობს ხალხო. უფალი რომელმაც იცის, კი არ ვარაუდობს, იცის ზუსტად რასაც ამბობს, რომ შეუძლებელი იქნებოდაო თითოეული ადამიანის გადარჩენაო, რომ არ შემოკლებულიყო ეს დღეები. ხედავთ რა საშინელი რამეა. მაგრამ რჩეულთა მათთვის, ვინ არიან ეს რჩეულები? ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომელმაც მთელი არსები დაირჩიეს ჭეშმარიტების ერთგულება, მისთა მსახურება, მთელი არსებით შეიყვარეს ღმერთი და როგორც გითხარით, ღმერთი მათ არ დაადებთ იმაზე მძიმე ტვირთს, რომელიც გაძლებაც უკვე მათ აღარ შეუძლია. და თავად უფალი ბრძანებს, რომ კი ბატონო, რო გაგძლებულიყო ის დღეები, ისინიც კი ვეღარ შეძლებდნენ უკვე. მაგრამ მათ ღმერთი აღარ მოუწყობს ისეთ განსაცდელს, რომელიც უკვე მათ ძალებს აღემატება და ამიტომ შემოკლდებაო დღეები. შემოკლდება და დასრულდება კიდევაც სამყაროს არსებობა იმ სახით, როგორითაც ჩვენ დღეს მას ვხედავთ და როგორითაც არსებობს ის ადამიანის სოლის დაცემიდან მოყოლებული დღემდე. და იარსებებს ვიდრე უფლის დიდების დაბრუნებამდე და მეორედ მოსვლამდე. მაშინ უკვე თუ ვინმე გრქვას თქვენ, აჰა, აქა არის ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამთ. რამე თუ აღსდგენ ქრისტემ ტყუარნი და სულ წინასწარმეტყველნი და ყოფდნენ სასწაულებსა დიდდიდსა და ნიშებსა ვიდრე ცდუნებამდე, უკვე თუმცა ვით არ შეუძლეს რჩეულთა მათსა. აი ხედავთ, რა ყოფილა მიზანი ეშმაკისა, რომ რჩეულები აცდუნოს. იმიტომ რომ ის ვინც რჩეულების კატეგორიაში არ გადის და ვინ არ გადის რჩეულების კატეგორიაში, მოდი ესე ვთქვათ. რჩეულების კატეგორიაში არ გადიან ის ადამიანები, რომლებმაც არ აირჩიეს უფალი, არ შეიყვარეს უფალი. გახსოვთ უფალი ასამბლე, მრავალნი არიან შინებულ, ანუ მრავალი და ყოველი ადამიანი, ვინც კი დედამიწაზე ევლინება და ამ ქვეყანად მოდის, არის ჩინებული, მოწოდებული
ღვთაებრივი სრულყოფილებისაგან, მაგრამ მცირედნი რჩეულო ამბობს უფალი. ანუ კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რჩეულები ეს უკვე ის ადამიანები არიან, რომლებიც აი ამ თავიანთ ჩინებულობას, თავიანთ მოწოდებას გამოიყენებენ სწორად სასიკეთოდ მათი სულისათვის საცხოვნებლად და მიხვდებიან, რომ აირჩიონ უნდა სწორი გზა ღვთისკენ მიმყვანებელი, მათი მარადიული ნეტარებისაკენ მიმყვანებელი და არა წარწმენისა. აირჩიონ ეკლიანი და ვიწრო გზა ღვთის სიყვარულის გამო. აი სწორედ ეს ადამიანები არიან რჩეულები და აი ამ რჩეულთა გამო ხდება ეს ყველაფერიო. რჩეულთა გამო შემოკვდება დღეებიო და სწორედ ამ რჩეულების განსაკუთრებული ინტერესი ექნება გქონდა და აქვს ყოველთვის ბოროტ ძალას. იმიტომ რომ იცის რომ ვისაც ეს ნაბიჯი არ აქვს გადადგმული და ვისაც ღვთისკენ არ მიუხედია და არ მოღვაწეობს ამ მიმართულებით, ის ისედაც მისი ლუკმაა. ის ისედაც მისია, ის ისედაც მკვდარი თევზივი დინებას მიყვება. ის არ ადარდებს ეშმაკს. ის ისედაც მონადირებული ყავს, მაგრამ აი განსაკუთრებული სპორტული ინტერესი აქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც აღმა დაიწყებს სურვას, ვინც მიხვდება, რომ დინარის წაყოლა მას დაღუპავს და ჯუჯუხეთში შთააგდებს. აი ესეთ ადამიანებს განსაკუთრებულად ებრძვის უფალი. აი ესეთი ადამიანები არიან სწორედ რჩეულები, როგორც უფალი ამბობს. და რას ბრძანებს მეაქციეთ ყურადღება რომ მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი და ცრუ ქრისტე იარსებებსო იმ დროსო და მრავალ სასწაულებს მოახდენენო რომ მრავალნი ცდუნდებიანო აი ამ სასწაულების გამო. ჩვენ ხო ესევა, ჩვენ ხო პირდაღებულები ვართ რომ ამ სასწაულებს უყურებთ და არა და უფალი რას ბრძანებს გაიხსენეთ ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებსო. უფლის სიტყვებია ეს. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს. ეძიებს. განა ის რომ ეხლა დაინახა უბრალოდ არა ეძებს. მისთვის სასწაულია გამსაზღვრელი, ვინ სასწაულს მოახდენს, ის არის ნაღმი. დაიალდგებიანო. სულ წინასწარმეტყველები, რომლებიც მრავალ სასწაულებს მოახდენენო. და აი ადამიანი, რომელიც სასწაულზეა ორიენტირებული, აუცილებლად სტუნდება. ანუ მისთვის ჭეშმარიტება კი არ არის გამსაზღვრელი, სასწაულია გამსაზღვრელი. არა და ქრისტიანის დამოკიდებულება როგორია სასწაულის მიმართ? თვითონ სიტყვას დააკვირდი, სასწაული სასწავლიდან მოდის, ანუ ის რაღაცას გასწავლე შენ. ის თუ შენ ჭეშმარიტებისაგან არ გიბიძგებს, ის თუ შენ სიმართლისკენ რაღაცა არ მიყავხარ მას ამ სასწაულს, ვისი სასწაულია, რა გინდა? რაში გჭირდება? რაში გადგება ის შენ? ახლა კოპერფილდიც აკეთებს რაღაც სასწაულებს და ფოკუსებს, მაგრამ რა? ამიტომ ღმერთია და მესია? და ბევრად უფრო მაგარი ფოკუსნიკები იქნებიან, მოდი ესე დავარქმევი რა, სულ წინასწარმეტყველებს მე რა, რომლებიც ეცდებიან, რომ აი ამ სრულ სასწაულებით, სრულ სასწაული ას ნიშნავს, იცით რომ ის მართლა სასწაული მოხდება, მაგრამ სრულ იმიტოა, რომ სიცრუეს ემსახურება. აი როგორც სრულ რწმენა, ამაზეც ვისაუბრია ჩვენ. რატო ქვია მას სრულ რწმენა? რწმენა მაგრამ სრუა იმიტომ რომ სიცრუის სამსახურში დგას ტყუილი გჯერა. და მithქვავს კიდევაც ბევრჯერ რომ სრულ რწმენების რომ ჯერათ ადამიანებს ისე რომ ნამდვილი ღმერთის რჯეროდეთ, რაღა გვიჭირდა რა. ამიტომ სასწაულებით არ უნდა ვიკვებებოდეთ ჩვენ ჩემო ძვირფასები. ერთ-ერთ წმინდა მამას უთხრეს, ერთ-ერთ განსწავლულ წმინდა მამას არ მახსოვს რომელი იყო. შენ როგორც ჭკვიანი კაცი ხარ და როგორ გჯერაო ეხა ვისი სულელიო ბიბლიაში რო წერიაო რომ ვეშაპმა გადაყლაპაო იონაო და 3 დღეო მის მუცელში იყო. ხო იცი რომ ვეშაპს ერთი ბეწო საყლაპავი აქვსო და პატარა წვრილი თევზებით იკვებებოდა. იცი რას გეტყვიო ამანო? ტრაი დაუბრუნდით ქრისტიანი ადამიანის დამოკიდებულება სასწაულის მიმართ რა. იცი რას გეტყვიო? ბიბლიაში რო ის წერებული ყო რომ იონამ გადაყლაპაო ვეშაპიო, იმასაც დავიჯერებდი. აი ხო თითქოს რაღაცა გიჟური და ალოგიკური რაღაცაა, მაგრამ აი თუ ჩაუღრმავდებით, მიხვდებით რატო უპასუხა ესე რა. იმიტომ რომ ქრისტიანისთვის კიდევ ერთხელ გეუბნები, დაუჯერებელი არაფერი არის. თუ ჩვენ აი კიდევ ერთხელ გეტყვით, ამითი დავიწყე სწორედ დღეს საუბარი. თუ ჩვენ ის გვჯერა და გვწამს რომ
ყოვლის შემოქმედმა ღმერთმა არაფრისაგან ისე რომ მასალა არ გამოუყენებია არანაირი. ყველაფერი შექმნა არაფრისაგან ხალხო. ჩვენ რა უნდა გავიკვირდეს ახლა ქრისტიანი ასასწაულით უნდა გააკვირო ეხა შენ. ქრისტიანს ჯერა რომ ღმერთმა არაფრისაგან შექმნა ყველაფერი. ღმერთმა შექმნა თვითონ. ღმერთმა შექმნა ეს უზარმაზარი ცა და მიწა. ღმერთი ატრიალებს ამ უზარმაზარი მასის დედამიწას. თავის ორბიტაზე ისე რომ არსად არ გადაუხვევს. ბევრჯერ მithქვამს ხუმრობით არც ძრავს უმოწმებს ვინმე არც ბენზინს უსხავს და არც ზეთს უსვამს, მაგრამ დადის ხო? დადის თან ერთი ტემპით, ერთი მიმართულებით, ჰაერში არსად არ ვარდება, არაფერს არ ეჯახება. აი ეს ყველაფერი ჩვენ გვჯერა, გვწამს. ნუ ღვთისაგან არის, ყოველი შემოქმედი ღვთისაგან, ხო? და რა უნდა გავიკვირდეს ჩვენ? ჩვენ გვჯერა და გვწამს, ჩვენ ქრისტიანები ვართ, რომ ქალწულისაგან უთესლო დიშვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. უამრავი სასწაული მოახდინა მან. ყოვლადწმინდა ქალწულმა შვა და ისევ ქალწულად დარჩა. უფალი მოკვდა და აღდგა და ამაღდა. ჩვენ ესენი გვწამს და რა სასწაულს უნდა გავიკვირდეს ჩვენ? და საერთოდ რატომ უნდა იყოს ჩვენთვის განსაზღვრელი სასწაული მე ვხვდები. იცით რას ამბობენ წმინდა მამები? ყველაზე დიდი სასწაული სიყვარულია. და როდესაც ადამიანს სრულყოფილი სიყვარული შეუძლია და შეუძლია თავისი პირადი მტერიც კი უყვარდესო, ამას დიდი სასწაული არ არსებობს. ამიტომ ნუ იქნებით სასწაულზე ორიენტირებულები ჩემო ძვირფასებო და ჩემო საყვარლებო. აჰა ესე რა წინასწარ გარკვევთ თქვენ ყოველივე. ანუ წინასწარ გითხარითო ეს ყველაფერიო და ამიტომ თხილად იყავით რომ მიყვარხართ, უფალი გეუბნება თითქოს ამითი რა. ამიტომ თქვენ მე წინასწარ გეუბნებით და გამოიყენეთ ეს ყველაფერი რა, რასაც გეუბნებით. უკეთ თუ გქვან თქვენ, აჰა, უდაბნოსარ, ნუ განყვალ. აჰა ესე რა საუნჯეთა შინას, ნუ გწამ. ანუ მრავალი ეცდებაო მე თქვენს სტუნებასო დაიწყებენო საუბარსო რომ აი იქ არისო, ნუ დაიჯერებთ, იმიტომ რომ უფალი მოვა დიდებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას უფალი თვითონ გეუბნებით. აი ნახე, რას ამბობს უკვე თავის მეორედ მოსვლაზე, ანუ ნუ დაუჯერებთ ამ მატყუარებსო რა, რომლებიც ამბობენ და იტყვიან რომ აი ქრისტე მოვიდა. მეც რამდენის გამსმენია ეგეთი რაღაცები, რაღაც გავსისულელეები რა. რაღაცა ღმერთის განგებით ბევრჯერ შევხვედრილ ვარ ეგეთ ადამიანებს, რომლებსაც რაღაცა მესიანისტური იდეები აწუხებ და ზოგს თავი გონია ქრისტეს, ზოგს გონია რომ რაღაცა ზუსტად იცის, რაღაცებს ვეუბნებიან რომ რაღაცა იქ ქრისტეს საქართველოში ნამყოფია და რაღაცა და იქ რაღაცები ისწავლა იქ ტიბეტში იყო. ადგილებს გეტყვიან და ზუსტად სად იყო. საიდან იციან არ ვიცი, იციან. რატომღაც. ხო და აი ეს ხალხი არიან სულ წინასწარმეტყველები ხალხი. დაბნეული ადამიანები, ეს მაგიზმის ხერყლები, რომელმაც თვითონაც არ იციან რას ლაპარაკობენ. და რითი არიან გართულები. და აი ამ დროს აი ესეთ რაღაც მაღალ მატერიებზე ხო საუბრობენ და მოკლედ გადაგებენ და ასე. ელემენტარული საკუთარი მშობლის პატივისცემა არ იციან რა. ელემენტარული და გონიათ რომ აუ ისეთ ეზოთერულ ცოდნას ფლობენ რომ არ იქა. ვერავინ ვერ შეიძლება დედამიწის ზურგზე და უკვე თავი ქუჩიათ რა, ერთის მაკაცები არიან. აი ესე იცის მოტყუება ხანდახან რაღაცეების ცოდნა, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული, როცა ადამიანი თავის სულის განვითარებაზე აზროვნებს არ ფიქრობს, ძალიან მარტივად შეიძლება რომ მოტყუდეს და ძალიან მარტივად შეიძლება რომ აცდუნოს ეშმაკმა და სხვა მიმართულებით წაიყვანოს და ეგონოს მას რომ სწორი მიმართულებით მედის. ესეც გამოცდილება ჩემ და სამწუხაროდ და საბედნიეროდაც, იმიტომ რომ ეს უკვე ჩემ გამოცდილებად იქცა. იყო დრო, როდესაც წლების განმავლობაში სხვაგან მედიოდა და მეგონა რომ სწორად მედიოდა. მოდი აგავჩერდეთ, იმიტომ რომ ჩვენ დროც ამოიწურა. და მერე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო საინტერესო რაღაცები გველი შემდეგი საუბრიდან. მოდი დავიმახსოვროთ, რომ 26-ე მუხზე გავჩერდით და 27-დან უნდა გავაგზავნოთ და ანუ 27-დან უკვე უფალი გვეტყვის თუ უშუალოდ როგორ მოხდება ეს ყველაფერი და რანაირად იქნება სინამდვილეში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ სამშაბათს შევხვდებით და გავაგზავნებთ ჩვეულებრივად სამშაბათს და არა ხუთშაბათს.